კაბულში რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ბაზაზე გეგმიური როტაცია განხორციელდა. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეორე ოცეულს ამავე ბატალიონის მესამე ოცეული ჩაენაცვლა. ქართული სამშვიდობო ოცეული ავღანეთში ვერჰაუსის ბაზის უსაფრთხოებას დაიცავს. შეუდეგი საბრძოლო შესრულებას არის. გველათეული. დაფიჭი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ოცეულმა უკვე გადაიბარა ფუნქცია მოვალეობები. ქართული სამშვიდობო ოცეული შედის ფრანგული ასეულის შემადგენლობაში. მის დავალება იყოს და ამოცანა ბაზა ვერჰაუსის დაცვა, უსაფრთხოების შექმნა. ფრანგული კონტინგენტის ხელმძღვანელობა და პირადად მე მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა ოცეულმა თავისი ამოცანა შეასრულა დადებითად, შეიძინა ცოდვა და გამოცდილება, რაც გამოადგება მის ქვეყანაში. ახალ ოცეულის მეთაურს და მის პირად შემადგენლობას მინდა უსრულო წარმატება ამოცანის შესრულების დროს. ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანიში ნატოს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. ISAF-ისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში მათ პატრულირება, ჩხრეკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, ჩეკპოინტების მოწყობა და მოქმედების წესები შეისწავლეს. უპირველესად მინდა ჩვენს ყველანაყოფს მიულოცო მისიის წარმატებით და რაც თავარია უდანაკარგოდ შესრულება. მათ მაცედაკისებული მოვალეობა შეასრულეს ISAF-ის ხელმძღვანელობის და ჩვენი პარტნიორების გადმოცემით ნატოს რეგულაციების სრული თავსებადობით, რასაც უცურვებ მომავალ ოცეულსაც. რაც შეეხება დავალების შესრულებისას, მათ თავსებადობას ნატოელ პარტნიორებთან, ეს იყო უდიდესი გამოცდილება, რაც შემდგომში გამოადგებათ ჩვენს ქვედანაყოფებს ნატოელ პარტნიორებთან ურთიერთქმედებისას. მეორე ოცეული, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება 6 თვის განმავლობაში მსახურობდა ავღანეთში. ფრანგულმა სარდლობამ დადებითად შეაფასა ქართველი ჯარისკაცების საქმიანობა და 49 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ნატოს ISAF-ის медали გადასცა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი სამხედროების საქმიანობა და მოქმედებები განსაკუთრებულ შეფასებებს იმსახურებს. ისინი მართლაც ეფექტურები იყვნენ. ძალიან საინტერესო იყო ის რამდენიმე თვე, როდესაც ქართველები და ფრანგები ერთად ცხოვრობდნენ და ბაზის უსაფრთხოებაზეც ერთობლივად ზრუნავდნენ. პრობლემები არც ინტეგრაციისა და არც ფრანგებთან ურთიერთობის პროცესში შექმნიათ. პირიქით, ვფიქრობ, სხვადასხვა ეროვნებებს შორის თანამშრომლობა მშვენივრად შედგა. ბაზის კონტინგენტის მთელი შემადგენლობა ერთნაირ პირობებში ცხოვრობდა. იქნებოდა ეს წარმოშობით ფრანგი თუ ქართველი სამხედრო. 6 თვის მანძილზე ქართული ქვედანაყოფი ზუსტად იმავე მისიას ასრულებდა, რასაც ფრანგული კონტინგენტი. ქართველები ყველაფერს აკეთებდნენ ISAF-ის ჯარისკაცებისა და ავღანელი პერსონალის დასაცავად. იცავდნენ ბაზის შემოგარენს, საგუშაგო პოსტებიდან ბაზის შიდა ტერიტორიის პატრულირებასაც უზრუნველყოფდნენ. საჭიროებისამებრ ისეთ პოზიციებზეც იმყოფებოდნენ, რაც ხშირად სწრაფ რეაგირებას მოითხოვდა. ასე რომ შემიძლია გითხრათ, ქართულმა ქვედანაყოფმა საკუთარი მისია პირნათლად შეასრულა. ვამაყობთ, რომ მულტინაციონალურ ფარგლებში ქართულ სამხედროებთან ერთად მოქმედებდით. ორ შორის კოოპერაცია ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა. ერთმანეთის გვესმოდა როგორც პროფესიულად, ისე წმინდა ადამიანურ დონეზე. ეს ყველაფერი ყოველდღიურ ურთიერთობებსა და საქმიანობაშიც გამოჩნდა. თითქოს ერთი და იგივე რეფლექსები ჩამოუყალიბდათ. იარაღის გამოყენებისას და უსაფრთხოების ზომების შემუშავებისას ერთსა და იმავე ხერხებს მიმართავდნენ. ბოლო 6 თვის განმავლობაში მონაწილეობას ვღებულობთ ISAF-ის მისიაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში. ჩვენი ძირითადი დავალება იყო ბაზა ვერჰაუსის უსაფრთხოების დაცვა. ვფიქრობ, რომ დაგისრებულ ამოცანას თავი წარმატებულად გავართვით, რის გამოც ბედნიერები ვარ და ამაყად თავაწეულები ვბრუნდებით საქართველოში. ქართველი სამშვიდობოები ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქაბულში რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ვერჰაუსის ბაზის უსაფრთხოებას 2009 წლის ნოემბრიდან იცავენ. 2012 წლის იანვრამდე მისიას სამშვიდობო ასეული ასრულებდა, რომელიც გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა ჩაანაცვლა.